ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მადამ ბოვარი. ჩემებური ვერსია ქათმით. თავარია ქათამი იყოს ნოსტე. პირველ რიგში დავჭრათ მოგრძნო ნაჭრებად ქათმის მკერდი. შემდეგ კი დავჭრათ ბოსტნეული. სოკო, აი ასე, პომიდორი და კარტოფილი კი რგვალებად. და ხახვიც რგოლებად. საჭირო რაოდენობით მარილი და პილპილი. ახლა კი მარტივად ყველაფერი ავაწყოთ ფენა-ფენა და ყოველ ფენას მოვაყაროთ მარილი და პილპილი. პირველი ფენა ქათმის მკერდი, შემდეგ ხახვი და დაჭრილი სოკო. აქაც ვამატებთ მარილს და პილპილს. შემდეგი ფენა, თხლად დაჭრილი კარტოფილი. ახლა კი მოსასხმელად მოვამზადოთ соуსი. დაგვჭირდება 1 ცალი კვერცხი. დავამატოთ ნაღები და არაჟანი. აქვე ცოტა მარილიც და მოვასხათ პირდაპირ ფორმაში. შემდეგი ფენა, პომიდორი. ბოლოს კი რა თქმა უნდა, გახეხილი ყველი. ახლა კი ის დროა, გავუშვათ ღუმელში. საკმაოდ სწრაფად და მარტივად მომზადდა და აი ისიც.